დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 29 იანვარია, ოთხშაბათი ეთერში ერთსულნების დილა. გეგინემ სიწერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა ყველას მშვიდობიან, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ და ჩვენ კი ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ახლა ვნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი, რა ვიგოთ ვისი ხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი 65 ეკლესია და გადაცემის ანონსით დაგიბრუნდებით ეთერში. 29 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი 60 ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ პეტრეს პატიოსან ჯაჯუთა თაყვანისცემას და მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს სპევსიპეს, ელევსიპეს, მელევსიპეს, მათ დიდედა ნეონილას და მათთან ნეონს, ტურვონს, იუვილას და თეონილას, წმინდა მოწამე დანაქტი წიგნის მკითხველს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება შემოგვიერთება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე მოძღვრის მისია და ადამიანების დაკავშირება უფალთან. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხაიძე. ჩვენ ვისაუბრებთ დავით სულგრძელების შესახებ. დღეს ჩვენს სიუჟეტში მამა თეიმურაზ ქორიძეს გავიხსენებთ. მოგეხსენებათ ის დილის გადაცემის ხშირი სტუმარი იყო და ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარდა, ჩვენც რა თქმა უნდა. ერთი პერიოდი ლიტერატურული რუბრიკაც ჰქონდა მამაოსთან ერთად. გადაცემის დასკვით ნაწილში ვნახავთ ნინი გელაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. დარჩით ჩვენთან ერთად, ახლა ერთად ვნახოთ ამდის პროგნოზი, შევიტყოთ თუ როგორია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად, შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით, დიდი მადლობა ბრძანებისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში მოძღვრის მისია და ადამიანის დაკავშირება უფალთან. საინტერესო არის თქვენი აზრი, თქვენი მოსმენა, როგორ ხდება ადამიანის დაკავშირება უფალთან და ამ გზაზე რა როლი აქვს მოძღვარს.
დიახ, ძალიან სერტულად სასაუბრო თემა არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ადამიანის დაკავშირებას უფალთან, მოძღვართან ჯანსაღი და კარგი სულიერი ურთიერთობა. და ვკითხულობთ რა წმინდანების ცხოვრებას, რომელთაც ჰქონდათ მოცემული დრო და სივრცე მისთვის, რომ ეცხოვრათ და ღმერთთან მისულიყვნენ. მოძღვრის გარეშე არც ერთი არ იყო დარჩენილი. და ყველას მოძღვარი ყავდა, როგორც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში წერია, თვინიერ მოძღვრისა არ არის ცხოვრება სულთა. და რა თქმა უნდა, როგორც კი დავიწყებთ ჩვენ ფიქრს და ზრუნვას იმაზე, რომ ღმერთი მოვიწიოთ, ქრისტეს გზას და მის ნაკვალებს გავყვეთ, უპირველესი ამოცანა დგება მაშინვე, რომ მოვიწიოთ მოძღვარი. შეიძლება ეს გარკვეული ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ვინც ეძებს ის იპოვის და არავინ არ თქვას ის, რომ დღეს მოძღვრები არ არსებობენ, რომ არ არსებობენ, სამყაროც არ იარსებებს. ეს ეკლესიის ერთ-ერთი გამოვლინება არის. ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე, ეკლესიაში შესაძლებელი არის ცხონება და ამ ცხონების ერთ-ერთი ატრიბუტი არის სწორედ მოძღვართან გეგმაზომიერი ჯანსაღი, ჩარჩოში ჩასმული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს არც გადაჭარბებული, არც რაღაც უპატივცემულობაზე აგებული, რადგანაც ორივე ეს აფერხებს ადამიანის სულის განვითარების დინამიკას, ასე ამგვარად ადამიანი დროთა განმავლობაში მოიპოვებს მაცხოვრიდან მომდინარე რწმენას, თავმდაბლობას და სიყვარულს. ძალიან ხშირად ამბობენ დღეს უფრო მეტად გაპრობლემურდა ადამიანის წინაშე ეს მოძღვართან მისვლა. სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ბევრი ინფორმაცია იდება მოძღვრების არასწორი საქციელის გამო. ბუნებრივია ეს ყოველთვის ესე იყო და ყოველთვის შეიძლება მოხდეს ეს, რომ მოძღვარსაც აქვს ცოდვა და ექნება კიდევაც უცოდველი არავინ არ არის. მაგრამ რაღაცნაირად ალბათ ბოროტის ნებაც არის ეს, რომ ჩვენს წინაშე არც ერთი მოძღვარი არ წარმოჩნდეს წმინდა და სულთად, რომ ჩვენ არ მივიდეთ მოძღვართან და მოძღვრის მეშვეობით ქრისტესთან და არ დავიწყოთ სულიერი ცხოვრება და ეს ყველაფერი ახლა ჩვენ ესე რომ საუბრობთ, თავად ღმერთის მიერ არის დადგენილი. ჯერ კიდევ ძველათქმაში უფალმა ძველი აღთქმის ეკლესიაში დაადგინა მღვდელი და მღვდლის მეშვეობით სულიერი ცხოვრება განეგებოდა, ემორჩილებოდნენ მას, იყო როგორც სულიერი წინამძღოლი და აგრეთვე აღასრულებდა მსახურებას და თანამედროვე ასე ვთქვათ, სასულიერო პირის ცხოვრება მრავალფუნქციური გახდა. არის მღვდელიც, არის კიდევაც მოძღვარი და კიდევ ვიცი, მამაც არის, მეგობარიც არის, ხან სასწავლო დაწესებულებებში გვიწევს მისვლა, ხან საპყრობილეში, ხან მიცვალებულთან გვიწევს მისვლა. გარდა ამისა, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ მიიღო ღვთისგან მადლი და მერე ეს უკადაგო და გადასცეს სიყვარული, სიკვდილის თავმდაბლობა სხვა ადამიანებს, სახარებიდან უნდა მიიღოს ყველაფერი წმინდა მამების მოძღვრებიდან, საკუთარ თავში ჩაღრმავებიდან და ეს გამოცდილება უნდა გადასცე სხვა ადამიანებს, სულიერ შვილებს და ნამდვილად როგორც პატრიარქი ბრძანებს მოძღვრის ცხოვრება სხვას უნდა ეკუთვნოს და ესეც არის სხვას ეკუთვნის და რაც უფრო დრო გადის და ადამიანი სასულიერო პირზე მაქვს საუბარი, შეძლების დაგვარად, ისე გულწრფელად ცდილობს, რომ მართლაც იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, თანდათანობით ემსგავსება ისეთ მოძღვარს, რომელიც საკუთარ თავს დებს, ასე ვთქვათ, სულიერი შვილების სამსხვერპლოზე და ყველას გვინდა რომ ღმერთი გვიყვარდეს, ეს ძალიან დიდი სიხარულის მომცემი არის და ჩვენ შემთხვევაში უფალმა გვითხრა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იგი, ქრისტე. როდესაც კოდრეთი დაღდგომის შემდეგ ეცხადება მოციქულებს, პირდაპირ მიმართავს პეტრეს. პეტრე, თუ შენ მე გიყვარვარ, დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, აძოვენ კრაუნი ჩემნი. ამ ყველაფერს ახლა რომ ვამბობთ, ან ჩვენ თავში კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას და ვადასტურებთ და ვიბეჭდებით ისე რომ მაქსიმალურად ვიყოთ მრევლზე ორიენტირებული და მეტი დრო გავატაროთ იმასთან და მეორეს მხრივ როგორ მოგვიდგებიან ჩვენ ადამიანები, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პავლე მოციქული მისწერს თავის სულიერ შვილებს, ესრეთ შემრაცხენი ჩვენ კაცმა, ვითარც სამსახურნი მთისანიო, არ შეიძლება მოძღვრის გაღმერთება, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება მღვდელთან გათამამებაც, ანუ მღვდელი ცეცხლი არის, როგორც ამბობენ წმინდა მამები. და რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ ბუნებრივია მოძღვართან სულიერი სარგებელის მიღების მიზნით
ძალიან კარგი იქნება, რადგანაც ეს არის უმოკლესი გზა გამოცდილების მისაღებად, რადგანაც მოძღვარს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ის სხვა მოძღვრებთან არის დაკავშირებული და მთლიანობაში ყველაფერი ქრისტეს უკავშირდება და მე თვითონაც, როდესაც მრევლის წევრი ვიყავი, ძალიან დიდ სიბრძნეს და გამოცდილებას ღვებულობდი მოძღვრებიდან, რომელთანაც ვსახურობდი, სადაც დავდიოდი და ვესწრებოდი წირვალოცვას და მე თვითონ ესე ვიყავი, ყოველთვის მინდოდა რომ გამეგო კარგი და სასარგებლო მათგან და მართლა მადლობა მოძღვრებს და პირველ რიგში მადლობა მინდა პატრიარქს გადაუხადო, რომელმაც დაგვანახა ჩვენ ახალგაზრდობას ნამდვილი მღვდლობა, უანგარობა, სიყვარული, თავგანწირვა, რადგანაც დღეს სასულიერო პირს საქართველოში არ აქვს რაღაც ეს გარანტირებულობა, ხომ არც ხელფასი, არც ვინმე ისეთი, თქვა ძირითად შემთხვევაში, ვინც უზრუნველყოფს მის მატერიალურ ცხოვრებას და დღეს ვინც ხდებიან სასულიერო პირები, უამრავი ახალგაზრდა სასულიერო პირი გვყავს, თუნდაც რა თქმა უნდა გამოცდილი უკვე რომელთაგანაც ჩვენ მივიღეთ უდიდესი გამოცდილება. ყველამ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ მქონდა ერთადერთი სურვილი, ქრისტეს სიყვარული და მრევლის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ახლოს ყოფილიყო წმინდა საკურთხეველთან, წმინდა საიდუმლოებებთან და ეს ყველაფერი არის პატრიარქის დამსახურება. მამდავთ წეგნ თქვენ ბრძანეთ რომ შეიძლება და ასეც არის რომ შეიძლება გაიწელოს დროში ასე ვთქვათ სანამ იპოვი შენს მოძღვარს კი ძალიან ბევრი კარგი მოძღვარია და უმეტესად ასე არის საბედნიეროდ მაგრამ ამ კარგი მოძღვრებიდან შენთვის მისაღები შენთვის უფრო მოსაწონი თუ შეიძლება ასე ითქვას და შენ გულთან და სულთან უფრო მისავალი შეიძლება ის ერთი აღმოჩნდეს რომლის პოვნაც უფრო გაძნელდეს რაღაცა დროის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ასე დროს ადამიანმა, რა უნდა გამოიკვეთოს მოძღვარში, როგორ უნდა მიხვდეს რომ ის არის სწორედ მისი სულისთვის მასწავლებელი ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი მოძღვრის ყოლა, ყველა კარგია, გააჩნია ჩვენთან მიმართებაში, რომელს დავეწინდებით სულიერად, რომელ მოძღვარს. ხან არის ადამიანი, რომ აი თქვა შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს მოძღვარი, მაგრამ არ უნდადეს მასთან მისვლა, იმიტომ რომ მას ნაკლები დრო ჰქონდეს მასთან ურთიერთობისთვის. ინდივიდუალურია, მთავარია მოძღვარი იყოს ოფიციალურად ნაკურთხი, მენა ეკლესიის მიერ დადგენილი სული წმინდის მიერ და თავად უნდა აირჩიოს. ხა ზოგს მაგალითად ისეთი მოსწონს, ზოგს ასეთი მოსწონს, ვინც ეხარჩება ეკლესიის საზღვრებში და მადლობა ღმერთს, დღეს თითქმის ყველა ესე არის, შენ ვინც გაგიხარდება, ის უნდა აირჩიო. ხა ყურადღება რას უნდა მივაქციოთ, ხა შეიძლება ადამიანმა მიაქციოს ყურადღება თუ როგორ გულმოდგინედ ასრულებს მსახურებას, ამას შეიძლება ყურადღება მიაქციოს მის ქადაგებას, ასე ვთქვათ, უკვე წმინდა წერილის განსაკუთრებულ ცოდნას და წმინდა მამების, ასე ვთქვათ, მოძღვრების პრაქტიკაში გადმოტანას, რომ მე ამ ყოველფრით თვითონვე მიიღოს სარგებელი. შეიძლება რაღაცა მის კაცრი ცხოვრების წესს მიაქციოს ყურადღება. ნებისმიერ რამე შეიძლება მიაქციოს ყურადღება, ეს ინდივიდუალურია. მადლობა ღმერთს, არჩევანი ძალიან დიდი არის, ისეთი არჩევანი გვაქვს, რომ აუცილებლად იქნება ერთ-ერთი ჩვენი მოძღვარი, მაცხოვარს ყავდა 12 მოციქული, 70 მოწაფე და კიდევ მრავალი ერთგული სასულიერო პირი და დღესაც ესე არის. დღეს კიდევ უფრო მეტი არჩევანი არის და უნდა გადადგას ადამიანმა ეს ნაბიჯი ისევ და ისევ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ღვთისმოცემული არის. გავიხსენოთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან, მასთან მიდიოდნენ ადამიანები, ცოდვაში მყოფი ადამიანები და ყველანი ცოდვაში ვართ და აღვარებდნენ ცოდვათა მათთან და ამის შემდგომ ისინი ემზადებოდნენ ქრისტესთან ურთიერთობისთვის. და მოძღვარი ჩვენ გვამზადებს ქრისტესთან ურთიერთობისთვის, ხოლო როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩნდა წმინდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, წმინდა იოანე ნათლისმცემელმა გაიშურა ხელი მისკენ და ამოწმა და თქვა, რომ ეს არის ის, ვინც მოგნათლო თქვენ სული წმინდით, ვინც აღიხვამს კაცობრიობის სოდვებს და მოგხსენებათ ორი გამორჩეული მოციქული ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და როდესაც დადგა ჟამი, რომ ისინი უკვე ქრისტეს მოციქულები გამხდარიყვნენ, ძალიან კარგად წარმოიჩინე ის, რომ იოანე ნათლისმცემელს თავისკენ კი არ მიყავდა
თავისი სულიერი შვილები, არამედ ქრისტესკენ და სწორედ აი ამას ვევედრებით ჩვენ ღმერთს სასულიერო პირები, რომ ვინც ტაძარში მოდის და ვინც მართლა იტყვის, რომ აი თქვათ ეს ჩემი მოძღვარია და ჩვენ წავიღებთ პასუხისმგებლობას. ეხლა მარტო ის არ არის, ეხლა ადამიანმა თქვას, რომ მე მინდა შენი მოძღვარი იყო. მე თუ დავინახე, რომ ის თქვათ არ დამიჯერებს, ის გარკვეულწილად არ შეასრულებს ამ ქრისტიანულ ვალდებულებებს, მე მაინც არ ვიტყვი, რომ ეს ჩემი სულიერი შვილი არის. ესე ხდება ხოლმე, რომ ერთხელ დაურჯერ თქვათ გამოანათებენ, გამოჩდებიან და ამბობენ, რომ თქვათ ესა და ეს ჩემი მოძღვარია და ჩვენ ძალიან ხშირად ვერც კი ვიხსენებთ ესეთ ადამიანებს ახლა ხო იმიტომ რომ ეს თუ ერთჯერადია ეს შეხება ხო მრევლსა და სასულიერო პირს შორის ეს სულიერი ურთიერთობა ეს ვერ იქნება მოძღვრობა მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა აი როგორც იყო სახარებაში ქრისტესა და მოციქულების ურთიერთობა რომ ისინი ერთად ჭამდნენ ერთად სვამდნენ ერთად იყვნენ ფაქტიურად ერთად იტანდნენ მოთმინებით ყოველივე წუთისოფლიდან მოსულ განსაცდელებს ამას სოფლიზეებიდან და ასე შემდეგ და საბოლოოდ ისინი ასეთ ერთ ეკლესიაში იყვნენ აი ესე უნდა იყოს სულიერი შვილისა და მოძღვრის ურთიერთობა ჩვენ მოცემული გვაქვს მცნება ერისკაცებს განსაკუთრებით რა თქმა უნდა უფრო მეტად ვიდრე თქვა ჩვენ სასულიერო პირებს ჩვენ ყოველდღე გვაქვს ეკლესიასთან ასე თქვა კავშირი მსახურებების მეშვეობით კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მოახერხოს ერისკაცმა წირვალოცვაზე დასწრება და იქ რა თქმა უნდა აღსარება უნდა ჩავაბაროთ უნდა ვეზიაროთ და სეხილული სახით უფალმა იესო ქრისტე მოძღვრები დაგვიდგინეთ ჩვენ და როდესაც ჩვენ აღსარებას ვაბარებთ უხილავოთ იქ ქრისტე დგას როდესაც ვეზიარებით ქრისტე გვაზიარებს ძალიან ხშირად მეუბნებენ რომ ამაო მაზიარებ უფალი გაზიარებს უფალი ყოველას გეძახით ყოველას მოგიწოდებთ რა თქმა უნდა მე ქრისტე გაზიარებს ჩვენ ჩანვართ უბრალოდ და უფალი უხილავად ყოველი მსახურების დროს იქ იმყოფება და აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს ადამიანმა და უნდა გადადგას ნაბიჯი შემდგომში ჩვენ როდესაც მოვინათლეთ მაშინ უკვე ავიღეთ ეს ვალდებულება რომ შეუდგებოდით ქრისტეს და უკან დახევა არაფრით არ შეიძლება რადგანაც დრო ძალიან ჩქარა მიდის უფალი ყოველდღიურად გვეძახის და მოგვიწოდებს ჩვენ და თითოეული უკან გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად ართულებს შემდგომში უკვე შემოტრიალებას და რაც უფრო მეტად ჩავეფლობით ამ წუთისოფლის საქმეებში, ცოდვებში, უფრო მეტად მე გაგვიჭირდება და აი ფაქტიურად ენით გამოუთქმელი სინამდვილე იქნება საჭირო რომ ასე უცხების შვილივით და მონანული ავაზაკებით უკვე ღმერთისკენ დავბრუნდეთ. მამა დავით, მოძღვრის მისიაზე საუბარს ისევ დავუბრუნდებით, ბუნებრივია გვაქვს ამის შესაძლებლობა და დრო საინტერესოა წინა პერიოდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ვიდრე ადამიანი მივა უფალთან ტაძარში მოძღვრამდე, აი რა პერიოდს გადის მანამდე და რას აქვს მნიშვნელობა, საიდან და როდიდან იწყება ეს გზა უფალთან დასაკავშირებელი ადამიანისთვის ოჯახს და გარემო სამყაროს ალბათ აქვს ხომ გარშემო სამყაროს ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა. ინდივიდუალური ეს ყველაფერი თუ როგორ შედგება ადამიანი ღვთისგზაზე, რამდენიმე ნაირად ხდება ეს, მაგრამ უფრო სტანდარტულად ხდება ისე, რასაც ვაკვირდები ახლა ეკლესიაში წამოდიან ადამიანები, საიდან თქვათ ხდება მათი დაკავშირება ეკლესიასთან ძირითადად ეს ხდება არსებული მრევლიდან, ისინი მიდიან უკვე მათ სამეგობრო ყავთ, სანათესაო ესენი უბნებში მიდიან, ოჯახები ყავთ და მათთან არის დაკავშირებული უამრავი ადამიანი და თუ ისინი როგორ გააგრძელებენ ამ ეკლესიის გადაგებას უკვე მათ გარემოცვაში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თან ყველაზე მთავარი არის ქცევა. მათი ქცევა, როგორც სახარება გვამცნებს ჩვენ და მოვიქცეთ ისე რომ სხვები ისე ახშენდნენ, რომ ზეციური მამა განადიდონ, მაგრამ თუ მე მხოლოდ ასე თქვა ეკლესიაში მყოფობის ჟამს ანუ ფარისევლობას ვავითარებ საკუთარ თავში სხვას განვეკითხავ არ მაქვს ის ქრისტიანული თანალმობა ქრისტიანული სიბრძნე ერთ ლოყაში რომ გამარტყამენ მეორე მიუშვირო და ამ კუთხით შევარცხნო ჩემი მტერი და ასე შემდეგ მთელი ასე თქვა თვალუსწნელი სიბრძნე არის ეკლესიის წინაშე წარმოჩენილი და ეს ყველაფერი გარკვეულწილად უნდა მოიმუშაკოს და მოიპოვოს მრევლმა და რამდენადაც მოიმუშაკებს და მოიპოვებს ამას და დაბალანსებული იქნება როგორც ქრისტიანის ცხოვრება საზოგადოებაში, იმდენად სხვა ადამიანები ინტერესდებიან აი ამ ყოველივეთი და რასაც ვაკვირდები კიდევ ერთი, ძირითადად განსაცდელების, პრობლემების, საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ფიქრდება ადამიანი ყოველივეზე
ზეციური სამყაროს რეალობა უფრო თვალსაჩინო ხდება მათთვის, ღვთის არსებობა, სხვა გამოსავალი აღარ ჩანს. ადამიანები იწყებენ ძიებას თუ როგორ დააღწიონ თავი ამ გამოვალ მდგომარეობას და მაშინვე ასე ვთქვათ უფალი უდებს ესეთ ადამიანებს მზაწამალს ასე ვთქვათ სამკურნალოს ამ სიტუაციაში ეს არის ღვთისმსახურება, ეს არის ლოცვა, ეს არის აღსარების ჩაბარება, მონანიება ძველი ცოდვების და კაფეოდ გამოხატვა რომ აღარ დაუბრუნდება ადამიანის ძველ ცხოვრებას და სურვილი რომ ადამიანი ხშირად ეზიაროს. აი ეს სურვილი წარმოჩნდება უამრავ ადამიანში ყველაში არა სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაში წარმოჩნდება ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ყველანი გადავწყვიტავთ რომ უფალთან მივიდეთ. მარტო ეს არ კმარ, ასე ვთქვათ, სურვილის გამოხატვა. აი უწყებიშვილის მაგალითიდან შეიძლება ითქვას ის რომ სურვილი მას ჰქონდა, მაგრამ ამის შემდგომ ის იწყებს მოღვაწეობას. საკმაოდ რთული იყო მისი მდგომარეობიდან ისევ და ისევ მამასთან დაბრუნება, მაგრამ ის ბრუნდება მამასთან უდიდესი თავმდაბლობით და აი ეს უნდა უფალს რომ ადამიანი თქვას რომ მე არაფერი არ შემიძლია ჩემით, მე სხვა მხსნელი, სხვა მკურნალი, სხვა გარანტირებული სიცოცხლის მშვიდობის მომცემია არ მყავს და აი ამის შემდგომ დაიწყოს უკვე ზრუნვა იმაზე რომ მივიდეს უფალთან და აი ეს სავალი გზა საკმაოდ რთული არის. არა იმდენად რთული რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ეს. ეს ჩვენ სკვერში მყოფი მორწმუნე ადამიანები თავად მოძღვარი გვეხმარება უკვე აი საჭირო და ვიწრო გზაზე ავალობაში და ამიტომ არის ალბათ საჭირო რომ ხშირად მიმართოს მოძღვარს მით უმეტეს განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის ცოდვები რომელიც ადამიანის სულს არის დაპატრონებული და არ უნდა რომ გაუშვას და უფლის გზაზე მიმავალი იყოს სწორედ ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ამ ცოდვებთან გამკლავებაში სწორედ მოძღვარი გვეხმარება, როდესაც ტაძარში მივდივართ, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ მივდივართ უფალთან და უფალთან დამაკავშირებელი არის მოძღვარი, რომელიც გვიკაფავს ამ გზას თუ ეკლიან გზას თუ როგორ უნდა ვიაროთ, როგორ უნდა მივიდეთ უფალთან. და ეს ხშირი კონტაქტია ალბათ სწორედ საჭირო იმისათვის რომ ეს ცოდვები დავძლიოთ და აღარ მივუბრუნდეთ. არის ალბათ ასევე შემთხვევები, როდესაც თქვათ დიდი ხანი დადის, მაგრამ შემდგომ წვეტა არის და ერიდება მოძღვართან მისვლა და ეს საკითხიც განვიხილოთ ორივე შემთხვევაში როგორ ხდება და როგორ უნდა იქცეოდეს. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები ხშირად გვეკარგებიან ეს ადამიანები და ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ცხოვრება გვაქვს მახსენდება უცებ წამერად ადამიანი უცებ თქვა ვიღაცამ დაარეკა რაღაც საქმე უნდა უცებ რაღაც ის ძალიან ასე თქვა ცოტა დრო გვაქვს მოცემული და აი პირდაპირ ეთერში აგერ შენდობას ვთხოვ ყველა ადამიანს ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს გარშემო და ვერ ვაქცევთ მართლა ყურადღებას მაგრამ რა ვქნათ ჩვენც ერთი ვართ და სული და გულით გვიყვარს ყველა და ისევ ალბათ ადამიანებმა უნდა აქტიურ უნდა მოვიდნენ ჩვენამდე. შეხვედრის ადგილი არის ტაძარი უფრო. აი რა ვაკვირდები, ვისთან მაქვს უფრო ხშირი ურთიერთობა, ვინც ტაძარში მოდის, იმიტომ რომ მე გამოვყავი, ხო, მე გადავდგი ესნაბიჯის სასულიერო პირი ვარ და ძირითადად ჩემი ღვთისმსახურების თუ არის სატაძრო ღვთისმსახურება. ძირითადად, როგორც მინდა მამები ამბობენ, სასულიერო პირის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა უმეტესწილად უნდა წარმოჩნდეს მისი მსახურებების შესრულებაში და ამ მსახურებებში უნდა ჩაერთოს ადამიანები და აი აქ ხდება გაერთიანება. და როგორც ვთქვით, ისე იგი ძირითადად ამ დიდი მარხვის პერიოდებში მოდიან ადამიანები და შემდგომში, მერე კარგავენ აი რაღაც მოპოვებულ მადლს. ისეთი ცხოვრებაა ჩვენს გარშემო, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ყველაფერი ჩვენ გვებრძვის, ანუ უბრალოდ ჩვენ გვებრძვის ჩვენ სულის განვითარებას და აღორძინებას ებრძვის და ამის შემდგომ ისინი ისევ გამოჩნდებიან ტაძარში. მე ისევ აზიარებ ამ ადამიანებს, ისევ მოდიან და კიდე რაღაც უფრო მეტ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, იხვეჭენ, ასე ამგვარად რომ არ იყვნენ, ისევ მოვიდნენ. ხელისკურა ნამდვილად არ არის ჩვენი ხელწერა, ესე ყველას სული და გულით ეუბნებით რომ ბევრი ადამიანი უყურებს ახლა ჩვენს გადაცემებს, აუცილებლად მობრძანდით, რაც უფრო გაიწელება დროში თქვენი არ მოსვლა ტაძარში, ისევ და ისევ თქვენთვის იქნება რთული, რაც მალე მოხვალთ, მით უკეთესი და ჩვენ ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და ყოველთვის მიგიღებთ ბუნებრივია და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც რომ ეს ზედმეტი მორიდება გადავლახოთ ჩვენ, ჩვენი სულის გადარჩენისთვის, ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს სასულიერო პირის, ასე ვთქვათ, ეს მოცემულობა ისევ და ისევ უნდა ჩვენი გადარჩენისთვის გამოვიყენოთ, ხო? რატომ არ დაგვიდგინა უფალმა საიდუმლოთა შემსრულებლად ქერუბიმები, სერაფიმები, ანგელოზები, ხომ? დაგვიდგინა ჩვენივე მსგავსი ადამიანი,
რომელიც ასევე ცოდვას ებრძვის, ესე ვთქვათ, ხა უცოდველი არავინ არ არის, ყველას რაღაც გვაწუხებს, ძირითადი პრობლემა არის უღმერთობა, ჩვენი გონება გაფანტულობა, არა გულითადი მსახურება, ეს გვებრძვის ჩვენ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, წუთის სოფლის და ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე და ჩვენ აი ამ ჭიდილში როდესაც ვიმყოფებით და ჩვენთან მოვა უკვე მრევლის წევრი ქრისტეს შვილი, ხო? ჩვენ აი ამ გამოცდილებას გადავცემთ მას, რა თქმა უნდა, თუ ის თulis რომ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება და ასე თავს არავის არ მოვახოთ. შეიძლება ესეთი შემთხვევაც იყოს, შემთხვევა დიახ, რომ ადამიანისთვის არ ვიყოთ მოძღვარი, ჩვენთან სხვა მოძღვრის სულიერი შვილებიც მოდიან, უბრალოდ იმათ უნდა ახსარება რომ ჩაგვაბარონ და ვაზიარო და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩავიბარებთ ახსარებას და ვაძლევთ უფლებას რომ ეზიარონ, ისედაც ზიარების უფლება ყველა მონანულს აქვს და ყველა ქრისტიანს და ყველა მორწმუნე ადამიანს. მაგრამ ისმათვის შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ მოძღვარი და ჩვენ თავს არ მოვახოთ ამ რაღაცა ჩვენებურ გამოცდილებას ბუნებრივია, ნუ ისედაც არ არის ეს თავსმოხვეული ეს მინდა მამების გამოცდილება არის, მაგრამ მაინც რომ ვინმეს რაღაცა დისკომფორტი არ შეექმნას იმისთვის რომ აი მოძღვართან რომ მივალ და არაფერი ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფლის მიერ არის დადგენილი, უფალი ძალიან დიდ სიყვარულს გვაჩვენებს ჩვენ, არც ერთ რელიგიაში არ არის ეს ახსარება, წოდების მოტევება, ის კი არა თვითონ ჩვენთაგანს გვეუბნება უფალი რომ 7-ჯერ 70-ჯერ აპატიე დანაშაული შენს მოყვას და რაოდენ უფრო ის გულმოწყალი არის უფალი, რომელიც ყველას გველოდება და სწორედ აი მოძღვართან ხდება აი ასე ვთქვათ, გეგმაზომიერად აი მადლის მიღება და ამ გამოცდილების გადაცემა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ჰქონდეს თუ არა აღებული კურთხევა ასეთ შემთხვევაში მისი სულიერი მოძღვრისგან მრევლის წევრს, როდესაც სხვა მოძღვართან მიტის ახსარების ჩასაბარებლად. დიახ, უნდა ჰქონდეს კურთხევა აღებული, შეიძლება ეს ერთჯერადად აიღოს, თქვათ, როდესაც უწევს სხვა რეგიონში მას პერიოდულად ცხოვრება, ერთჯერადად შეუძლია აიღოს კურთხევა და იქ მივიდეს ტაძარში, მიიღოს მინდა ზიარება, რადგანაც მიზანი არის იესო ქრისტე და არა თქვათ მოძღვარი და თქმა უნდა მოძღვარმა ხელი ჩვენ მოძღვარმა ხელი არ უნდა შეუშალოთ სულიერ შვილებს, სულიერ განვითარებაში, სულიერ ზრდაში, თავარია ისინი იყვნენ ქრისტესთან და ჩვენი მისია სწორედ ამით შემოიფარგლება, როგორც აი წმინდა იოანე ნათლიმსემლის, როდესაც მან დააკავშირა მასთან მისული ადამიანები ქრისტესთან, ამის შემდგომ მალევე მოხდა მისი გამგზავრება უკვე მარადისობაში. მან კიდევაც თქვა საკუთარ თავზე, რომ ჩემი მისია უკვე შესრულებულია, მე მიხარია იმით, რომ თქვენ მიდიხართ ქრისტესთან და რამდენადაც ჩვენ ვართ ნამდვილი სასულიერო პირები, იმდენად გაგვიხარდება თუ ადამიანები ესე არ გაჩერდებიან და არა მხოლოდ მაშინ იქნებიან თქვა მაზიარებლები, როცა ჩვენთან მოდიან ტაძარში და ჩვენ ვიმყოფებით, არამედ ყველგან სადაც ისინი წავლენ, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მადლობა ღმერთს რომ დღეს დედამიწის ყველა კუთხეში თითქმის არის ართმადიდებლობა, არის ხელმისაწვდომი ეს ქრისტიანული მსახურება და შეგვიძლია ყველგან ახსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ, მოვინათლოთ, ჯვარი დავიწეროთ და ასე შემდეგ. დიახ. აი მამა დავით, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, რომ შევადაროთ სხვადასხვა პერიოდი ერთმანეთს, რამდენად არის დღევანდელი თანამედროვე საზოგადოება მონდომებული, რომ ყავდეს მოძღვარი და ჰქონდეს უფალთან ურთიერთობა და იაროს ხშირად ტაძარში. მონდომებულები არიან, რომ მოძღვარი ყავდეთ, მაგრამ ერთეულები ახერხებენ იმას, რომ შესაბამისათაც იცხოვრონ და გარკვეული სტაბილურობა მოიპოვონ ქრისტიანული ცხოვრების წესში. სურვილი ყველას აქვს, რომ მოძღვარი ყავდეს, ეს ამაყუა, ხო, აი მე მოძღვარი მყავს, მოძღვართან მიხვალ, მოძღვარი დაგლოცავს, რაც არ უნდა იყოს მოძღვარი ყოველთვის დაგლოცავს, ყოველთვის გულში ჩაგეხუტებს, მაგრამ როგორც ბრძანებს მინდა ანტონი დიდი როდესაც მასთან მიდიან დასალოცად, მეც ვერ შეგიწყალებ და ვერც ღმერთი, შენ თვითონ თუ არ ილოცე და არ ითხოვე ღვთისგან წყალობა და მადლი. და ვინც ეს აკეთებს, ლოცულობს, არხულობს, კითხულობს მინდა წერილს ეზიარება, იმათვის უფრო გამოვდივართ მოძღვრებიდან, ბუნებრივია ეს ადამიანები ცხონების ასეთ განან და ჩვენ გარკვეული რაღაცა ქრისტიანული ასე დიპლომატია არის ჩვენს ყოველთვის გაღიმებაში, რომ
ადამიანებს დავანახოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ჩახუტებისთვის, ამ ერთობისთვის და როცა ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ ტაძარში მოსვლა, ჩვენ ამის გამო არ ასე ვთქვათ, დიდად არ უსაყვედუროთ მათ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც გეგმა ზომიერად და ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ ადამიანს, რომ არ დავკარგოთ არც ერთი ადამიანი. უფალი ამბობს, რომ რომელიც მოვა ჩემთან, არა განვაძო გარე. ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ადამიანი არ მევიღოთ. აგერ ავაზაკი ბოლოში მივიდა უფალთან, ბოლოში აღიარა და ცხონდა და ჩვენ რა ვიცით ხომ როდის არის ადამიანის დრო. თელი ცხოვრება შესაძლო ადამიანისთვის ამზადებდეს სიტუაციას. ბოლო მომენტში მან გადადგას ეს ნაბიჯი და იმ ბოლო მომენტში ჩვენ ხვდებით ხომ იქ ხან მივდივართ ისეთ ადამიანებთან რომელთაც ბოლო დღე აქვს უკვე მიწიერ ცხოვრებაში, უნდა ჩავიბაროთ აღსარება, უნდა ვაზიაროთ. ხან რაღაცა ძალიან ცოტა დრო რჩება ადამიანს იმისთვის რომ ცხოვრებაში რაღაც მოასწროს კეთილი საქმეები და ჩვენ ვერ ვეტყვით მას რომ ერთი 10 წელი თქვა ჩვენ ჯერ ვერ გაზიარებ და ასე შემდეგ. მალევე ვცდილობ ჩვენ რომ ადამიანს მივაწოდოთ ეს სულიერი საზრდო, რადგანაც დღეს როგორც ამოს წინასწარმეტყველებდა თავის დროზე განსაკუთრებით გამძვინვარ და ღვთის სიტყვის შიმშილი. განა არ არის ეს საზრდო დღეს. ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენი მისასვლელი გზები სამწუხაროდ მაქსიმალურად არის ჩახერგილი ისევ და ისევ ბევრი ფაქტორის გამო. ხელმისაწვდომი არის ბიბლია, შეიძლება ტელეფონშიც კი გადმოწეროს ბიბლიის არაერთი რედაქცია მრავალ ენაზე. ტაძრები არის უბნებში, უამრავი სასულიერო პირია ჩვენს გარშემო, მაგრამ ძველ დროში უფრო მეტი მოშურნეობა იყო. ეს ნამდვილად უნდა ითქვას. მეტი ღვაწლი იყო, მეტი თავგანწირვა იყო და დღეს ეს თავგანწირვა ცოტათი შესუსტებულია და შევთხოვოთ უფალს, რომ გამოგვიგზავნოს ეს ყოველივე, კიდევაც სასულიერო პირები გამოგვიგზავნოს, რომ იყოს ხელმისაწვდომი ჯეროვანი ღვთისმსახურება და ეს ჩვენი გულანთებულობა. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგმშთევებით, მამა დავით. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მოქვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია, ერთად აღვამნოთ უფლისადდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად. რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპედაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული
დაიხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაბრუნდით სტუდიაში, შემოგვიერთდა სტუმარი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე დავითისეული სულგრძელება. დილამშვიდობის მამა ცოტნე, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დილამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის და მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც უთხარით მოვახსენეთ მაყურებელს, დავითისეული სულგრძელება ეს არის ჩვენი სასაუბრო თემა, საკმაოდ საინტერესო, ვრცელი და დიდი სიამოვნებით მინდა რომ მოგისმენთ, რაში რა მოიხატება, როგორ შეიძლება გავიგოთ, რას ნიშნავს დავითისეული სულგრძელება, როდესაც ამ სიტყვას ვამბობთ და ვახსენებთ. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. რა თქმა უნდა, დავითისეულ სულგრძელებაზე რო ვსაუბრობთ ჩვენ ვსაუბრობთ ამავდროულად რა არის ახალ აღთქმისეული სულგრძელება, იმიტომ რომ დავით მეფსალმონე ძველი აღთქმის პერიოდში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კაცობრიობა გამოხსნილი არ იყო. ღვთისხატი იყო მიინავლებული ადამიანში და არ იყო განახლებული. დავითმა აი ამ პერიოდში, როდესაც რჯულის მოთხოვნებიც გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აი ახალი აღთქმის მოთხოვნები, რაც არის ადამიანის წინაშე დაყენებული, ის სიმაღლე. აი ამ დროს მიაღწია მოციქულებრივ სიმაღლეს. და მისი სულგრძელება იმდენად დიდი არის, რომ გარდა ამეტა ძველი აღთქმის რჯულის მოთხოვნებს და აი როგორც გითხარით, ამაღლდა ახალი აღთქმის სიმაღლემდე.
ეს უფრო მეტად გვაკვირვებს ჩვენ, როდესაც საუბრობთ ძველი აღთქმის პერიოდზე. წმინდა იოანე ოქროპირი იხსენებს სიტყვებს წმინდა წერილიდან უფალი ბრძანებს, რომ ვაკურთხო, მაკურთხეველნიო ჩემნიო. და როდესაც ჩვენ უფალს ვაკურთხებთ, მადლს ვიღებთ ღმერთისაგან. და არა მარტო უფალს, როდესაც მის წმინდანებს, რომელთა შორის გაბრწყინდა და ყველაზე მეტად გამოიხატა, გამოჩნდა რა არის ღვთისხატება ადამიანში, მათ როდესაც ვაკურთხებთ, როდესაც ვაქებთ და როდესაც გაკვირვებული ვართ ჩვენ მათი სათნოებებით, უფლისგან ჩვენ მადლს ვიმსახურებთ. ამიტომ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს ეს ძალა, რომ რამდენად ჩვენ შეგვიძლია განვადიდოთ მისი წმინდანი და რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს თუ რა სულიერ სიმაღლეზე არის საუბარი და როგორ მიაღწია მანამ ყველაფერს და როგორ შეიძლება ჩვენ ეკლესიის მრევლი წევრები რომ მივემსგავსოთ მას. დიახ. დავიძე სანამ დავიწყებს საუბარს ძალიან მოკლედ ისრაელის ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ. დიახ. ვინ წინამძღოლობდა ისრაელს? თავდაპირველად ეს იყო მოსე. ანუ წინასწარმეტყველები, ის უნავესი. შემდგომ საჯულთა პერიოდი მოვიდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც უფალმა გამოირჩია, რათა ეწინამძღოლათ ისრაელისთვის და განესაჯათ ისინი. და დადგა ჟამი, როდესაც ისრაელმა მოითხოვა მეფე. პირველი მეფე ისრაელის იყო საული. საული სამწუხაროდ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს აი ამ უბრალოებას, რაც უნდა ახასიათებდეს ერის წინამძღოლს და ამის შემდგომ უფალს განუდგება. ფაქტობრივად ის ცნობიერად განუდგება უფალს, იმიტომ რომ როდესაც წინასწარმეტყველი მას უფლის კურთხევას გადასცემს, ის თავისებურად ასრულებს ამ კურთხევას, ანუ საკუთარ ნებას ასრულებს და არა უფლის ნებას. ამიტომ უფალმა განაყენა ეს ადამიანი მეფობისგან და ის დატოვა ღვთის სულმა. მასში შევიდა ბოროტის სული. დიახ. ამის შემდგომ დავით მეფსალმუნეს აცხო სამუელ წინასწარმეტყველმა მეფობისთვის. ზეთი ამ დროს წინასწარმეტყველი აკურთხებდა მეფეს და ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ რადგან მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საული, ის არ გადააყენეს, მაგრამ ცხებული იყო დავით წინასწარმეტყველი. დავითს არასდროს არ გამოუხატია რაიმე პრეტენზია მასთან დაკავშირებით, რომ საყოველთაოდ გამეფებული იყო. ეს მეტყველებს მის ძალიან დიდ თავმდაბლობაზე. საკვირველ თავმდაბლობაზე, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. და ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ სწორედ დავით მეფსალმუნე მიიყვანეს საულთან, რათა როდესაც ბოროტის სული შეაწუხებდა მას, ქნარზე დაეკრა და რამდენადმე შეემსუბუქებინა ეს განსასწრელი საულისთვის. რა თქმა უნდა, დავით მეფსალმუნის ქნარზე დაკვრა არ არის აქ არსებით. აქ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მეფსალმუნი არის და მისი ხმა, მისი ლოცვა უმსუბუქებდა საულს აი ამ მძიმე მდგომარეობას, მაგრამ საული არ იყო ამის მადლიერი. ჩვენ დავინახავთ ცოტა მოგვიანებით, რომ არც კი იცნობს დავითს ფაქტობრივად. და როდის ჩანს ეს? როდესაც ისრაელს ყოველთვის აწუხება მტერი და განსაკუთრებით მაშინ აწუხებდა, როდესაც ისინი განუდგებოდნენ ღმერთს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ჩვენთვის. მოვიდნენ ფილისტიმელები, ესენი იყვნენ სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, პალესტინის ტერიტორიაზე და მათ ყავდათ ესეთი ძალიან ძლიერი დიდი ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი სახელი ჰქონდა გოლიათი. ის გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მე შემებრძოლება და დამამარცხებს იმ ადამიანის გულისთვის ჩვენ ყველანი წავალთ. მაგრამ თუ მე დავამარცხე ეს პიროვნება, მაშინ უნდა დაგვემორჩილოთ. 40 დღის განმავლობაში ეს გოლიათი დადიოდა და აგინებდა ისრაელს და მათ ღმერთს, ჭეშმარიტ უფალს, შეურაცხყოფდა. ვერც ერთი ებრაელი ვერ გამოვიდა და ვერ გამოხატა ის მოშურნეობა, რომ როდესაც ღმერთ შეურაცხყოფს პიროვნება და როდესაც ერთ შეურაცხყოფს, რომ შეებრძოლებოდა მას და ეცადა მაინც. ვერც ერთი პიროვნება. აი სწორედ ამ დროს გამოჩნდა დავით წინასწარმეტყველი, რომელსაც ასაკიც არ ავალდებულებდა, რომ წასულიყო ბრძოლაში. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, 20 წლიდან იწყებდნენ, აი, ქონდათ უკვე ებრაელებს ეს მოვალეობა, რომ ებრძოლათ.
ასე ვთქვათ, ჯარში წასული. და თვითონ საულიც კი აჩერებდა მას, რომ დაინახა ეს ახალგაზრდა ჭაბუკი, რომ შენო გამოუცდელი ხარო ბრძოლაშიო, წემსავდა დავითი, უბრალოდ ცხვრებს, არანაირი ბრძოლის გამოცდილება არ ქონდა, ვთქვათ, აი ესე ხელჩართული ომში. და ისიც რომ შეიმოსა საულმა თავის საჭურველი მისცა, ვერ დადიოდა ამ საჭურველით, იმდენად მძიმე იყო მისთვის, ხო წარმოგიდგენიათ. და სწორედ ამ პიროვნებამ შეძლო გოლიათის დამარცხება. და როგორ შეძლო? განა ძალით თავისი ან რაღაც მოხერხებით, არა, რწმენით. აი დავითს ჰქონდა ეს დიდი რწმენა და ეს მუშურნეობა, საფრთხო მუშურნეობა, რის გამოც სწორედ ამ ბრგე პიროვნებას შეერკინა. და ესროლა შურდული და ამ შურდულმა სწორედ მისმა რწმენის მიერმა ხმამ ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მისცაო მიმართულებაო. და აი ამ ქვამ გაატანა რწმენის მიერ ნასროლმა ქვამ გოლიათის მუზარაჩი და რომელიც ძალიან მძიმე იყო და ძალიან სქელი. ყველაზე დიდი ძალა ალბათ ხომ ნებისმიერ ბრძოლაში, როდესაც რწმენით არის ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენს ისტორიას რო გადავავალებთ, თვალს ჩვენ ხარ რწმენით ვართ აქამდე მოსულები. და ეს რწმენა ჩანს მასში, მაგრამ რატო ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ამ წინარე ისტორიაზე? დავითს ფაქტობრივად მხოლოდ აი ამ მოქმედების გამო მას არა მარტო სამეფო ეკუთვნოდა, იმიტომ რომ თუ ფილისტიმელები გაიმარჯვებდნენ, ისი დიდი შანსიც იყო. გაანადგურებდნენ ისრაელს, საულსაც მოკლავდნენ. ანუ საულს მხოლოდ რომ აიღო საკუთარი ეს სამეფო რეგალიები და გადაეცა დავითისთვის, ესეც არ იქნებოდა საკმარისი, რადგან მას სიცოცხლე მართებდა დავითი. მაგრამ ამის მაგიერი რა ხდება? როდესაც დავითი განითქვა უკვე სამეფოში, ყველას შეუყვარდა, ის ძალიან უყვარდა ყველას დავითი. ქება შეასხეს ქალბატონებმა დავითს. და მასთან ერთად ამ დროს მოდიოდა საული. საულმა მოკლა 1000, დავითმა 10000. აი ეს შეშურდა საულს, რომ მასზე მეტად განდიდდა დავითი. ის დაავიწყდა საერთოდ, რომ მის სიცოცხლეს სიკვდილს გადაარჩინა, სამეფო განადგურებას გადაარჩინა, ეს ყველაფერი დაავიწყდა და ის შური როგორი საშიში რამ არის ადამიანისთვის, აბრმავებს პიროვნებას. როდესაც შურს ადამიანს ვინმეს მისი სახელით შეიძლება არ მოიხსენიოს, ისე მოიხსენიოს. საული ესე აკეთებდა. იესეს ძე. დავითს არც იხსენიებდა. მისი ხმა შეიძლება შეზიზღდეს, აი აბსოლუტურად ადამიანი გამოყავს მდგომარეობიდან და საულს აი ეს დაემართა. დავითს დაუწყო დევნა. ამასობაში გრძელდება ის, რომ დავითი უკრავს ქნარზე, როდესაც საულს ეშმაკი აჭირვებს და სწორედ აი ამ მომენტში, როდესაც დავითი უმსუბუქებს საულს მძიმე მდგომარეობას, საული სამგზის სამჯერ მოხდა ეს ესვრის შუბს დავითს და სამგზის აიცილებს დავითი ამ შუბს. ძველი აღთქმის პერიოდში რჯული მოგეხსენებათ განსხვავებული იყო იმ გაგებით, რომ გაცილებით დაბალი მოთხოვნები ჰქონდა ადამიანს. მაგალითად, მტერი შეიძლებოდა მტერს მტრულად მოქცეოდი, კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ. აქედან გამომდინარე, დავითს სრული უფლება ჰქონდა იმის გამო, რომ საულმა სამგზისცა და მისი მოკლა, მოეკლა საული. არც არავინ გაკიცხავდა, შეიძლება ასე ითქვას ამისათვის. მხოლოდ ამითაც კი მაინც ამაღლდებოდაო გრჯულზე ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ სამგზისცა და საულმა მოკლა და ის მხოლოდ ერთხელ მოკლავდა, ხო? მაგრამ დავითი ესე არ იქცევა. საული აგრძელებს მცდელობებს სხვადასხვა გზით, რაიმენაირად იქნებ დავითი მოკლას, იმასაც კი კადრულობს, რომ თავის შვილს შესთავაზებს ცოლად და ამის სანაცვლოდ ეუბნება, რომ წავიდეს და 200 ფილისტიმელი მოკლას, რომ იქნებ ამ ბრძოლაში დაიღუპოს, მაგრამ დავითი ბრძნულად მოქმედებდა. ყველაფერს აკეთებდა, რასაც საული დაავალებდა, ემორჩილებოდა მას. აი ამ მტერს, ფაქტობრივად მტერია უკვე საული დავითის მიმართ და ყველაფერში ემორჩილებოდა მაინც. თუმცა საულის შური არ ცხრებოდა. დადგა დრო, როდესაც უკვე გამორიცხული იყო დავითი სამეფოში დარჩენილი იყო და ის უნდა გაქცეულიყო. საულს უნდა გაქცეოდა. დაიწყო დავითის დევნა. სხვადასხვა უდაბნოში იყო დავითი. საული ყველგან მისდევდა მას, რომ მოეკლა. და რა არის აქ მთავარი? რომ აი სწორედ დავითის სულგრძელება რაში გამოიხატება.
მას ხო შეუძლია მოკლას საული. თან ამ დროს მეფეთ არის ნაწყვი, რომ მოკლას ის გამეფთება. ამას არ კადრულობს, ამას არ აკეთებს. განერიდება საულს. რომ საულში ჩაცხრეს ეს შური და ეს მტრობა. და წმინდა იოანე ოქროპირი, რომელსაც ესე ხშირად იმიტომ ვახსენებ, რომ სამი სიტყვა აქვს დავითისა და საულის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი სიტყვები, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, ის ნეობრივ შეგონებებსაც გვაძლევს ჩვენ ამათთან ერთად, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ ადამიანთან, ვინც არის ჩვენს მიმართ შურით განწყობილი და მტრულად ვინც არის განწყობილი. განამას უნდა სამაგიერო გადაუხადოთ, არა, ბოროტება ხო, ბოროტებით მხოლოდ მრავლდება. ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ, ჩვენ გვინდა რომ ბოროტება შემცირდეს მაქსიმალურად და უფალისუფევდეს ჩვენ შორის. დავითის ქმედებაც სწორედ ამას უტყოდა ხომ, რომ ან ყველანაირად ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დამორჩილებოდა იქნებ ამ კუთხით თქვათ, შეემსუბუქებინა იქნებ უფლისაკენ, სავალი გზისკენ შემოებრუნებინა იგი და უფრო გონება გახსნოდა და განათებულიყო მისთვისაც, ხო საულისთვისაც ის ცხოვრება ის რა მდგომარეობაშიც თვითონ იმყოფებოდა, ხო, იმიტომ რომ ეშმაკით იყო შეპყრობილი თავის თავად ბოროტით და მხოლოდ დავითის ფსალმუნების შესრულებით და გალობით ახერხებდა იგი რომ ამ სირთულეებისთვის თავი დაეღწია და შესაბამისად ეს განრიდება რას ნიშნავს მამაცოდნე ანუ შეიძლება მაქსიმალურად შეეცადო იმას რომ სამაგიერო არ გადაუხადო შეეცადო შენი კეთილი განწყობით ცადო მისი მობრუნება მაგრამ აი რა დროს ხდება უკვე განშორება და განცალკევება აი დავითისა და საულის შემთხვევაში ჩვენს ცხოვრებაშიც და ჩვენს ყოფაშიც რო გადმოვიტანოთ აი როგორ უნდა მივხვდეთ რომ უკვე დავყარეთ ფარხმალი ასე ვთქვათ და განვერიდოთ თუ არის ეს ფარხმალის დაყრა თუ არა აი რა ქმედება დიდი მადლობა ამ კითხვისთვის საკმაოდ საინტერესო კითხვა არის ალბათ უკიდურეს შემთხვევაში ხდება ეს განრიდება დავითიც უკიდურეს შემთხვევაში განერიდა მაგრამ ეს განრიდება ფარხმალის დაყრა კი არ არის არამედ ის რომ ხშირად როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ მტრულად არის განწყობილი, როდესაც ხედავს მას, თუ ეს არ ცხრება მასში, როდესაც ხედავს, ცოცხლდება მასში ეს მტრობა და ეს შური. დავითი სწორედ ამიტომ განერიდება საულს, რომ იქნებ ვერ დაინახოს მაინც დავითი და დაავიწყდეს მაინც ეს ყველაფერი. ამიტომ ეს არის ალბათ უკიდურესი შემთხვევა, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს რომ როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი რაღაც გარკვეული სნეულებით ექიმი ხო არ დაიწყებს ამის განსჯას რომ ვისი ბრალია ეს სნეულება რატომ დაემართა ადამიანს ეს და ამის განკითხვას ხო არ იწყებს მიზეზებს მხოლოდ იმისთვის რომ შესაძლებელია თვითონ სნეულებაზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ესევე არის, როდესაც შენს მიმართ მტრულად არის განწყობილი ადამიანი, ეს არის დაავადებული ეს პიროვნება. ამიტომ მას უნდა შეხედო როგორც ექიმმა და უნდა იზრუნო მაქსიმალურად, რომ ის გამოსწორდეს. მხოლოდ სიკეთე უნდა დაანახო ეს სულგრძელებაც, როდესაც ის ადამიანი შეურაცხყოფას მოგაყენებს შენ და შენ სულგრძელებას გამოიჩენ მის მიმართ, ეს მაკურნებელი არის პიროვნებისთვის და მერწმუნეთ, რომ ბევრი მართლაც იკურნება. მაგრამ თუ შენ ბოროტებით უპასუხებ, მაშინ ცეცხლზე ნავთს დაასხამ და ეს უფრო გააღვივებ ამ ბოროტებას. ამიტომ ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითი დავით მეფსალმონე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს საულის გამოსწორებას. საული თუ არ მოკვდება, დავითმა იცის ძალიან კარგად, რომ საული მის დევნას გააგრძელებს. და მის მოკვლას შეეცდება. ამიტომ ეს წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს არის მოწამეობრივი ღვაწლი. როდესაც ადამიანმა იცის, რომ ეს პიროვნება მას მოსაკლავად დაძდევს და სულგრძელებას იჩენს მის მიმართ ბოროტებას არ უკეთებს. ეს არის მოწამეობრივი ღვაწლი. აი სახელის და დიდების მოხვეჭის შემდეგ კიდევ უფრო მეტად რთულდება ალბათ ხომ ეს პროცესი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ მომაცოდნე ადამიანში. თუმცა დავითმა ამ შემთხვევაში არ დაკარგა ხომ ეს სულგრძელება და სითავმდაბლე ადამიანების მიმართ გაშემოყოფების. ეს კიდევ სხვა საკითხი არის, როდესაც ადამიანი დიდებას იხვეჭს ძალიან ბევრი ვერ იტევს ამას და საულს ეს დაემართა თვითონ საულზე გავამახვილებ ამ შემთხვევაში ყურადღებას რომ საული სანამ გამეფთებოდა იყო ძალიან უბრალო ადამიანი. როდესაც გამეფთა არ ეღირსებოდა საკუთარი თავი მეფობისთვის და სამუელ წინასწარმეტყველი ამას ახსენებს კიდევაც ერთ ადგილზე. არ ეღირსებოდა საკუთარი თავი, მაგრამ შემდგომ ესეთი აზრი მოვიდა მას თითქოს რომ ვინც მისი ქვეშევრდომია მასზე დაბლა დგას. და მას უნდა ემორჩილებოდეს ყველანაირად. ანუ
იმაზე არის საუბარი, რომ შენ ღმერთმა რო რაღაც პასუხი მოგცა გარკვეული იერარქიული სიმაღლე, ეს არის პასუხისგებლობა და ეს ამის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს, რომ შენ თითქოს უკეთესი გეგონეს იმ პიროვნებაზე თავი, ვინც შენზე დაბლადგას. და სწორედ აი ეს არის დიდების მოყვარება. აი ერთ-ერთი ძალიან საშიში ვნება, რომელიც წმინდა იოანეს სინელი ბრძანებს, რომ აი როგორც ქარი ყველგან შედის და ყველგან შეიძლება შეიპაროს, ისე არის დიდების მოყვარება, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ეს უნება მაინც შეიძლება ამან შეაწუხოს და ისევ იოანე ოქროპირს მიმართავ წმინდა იოანეს, რომ დიდების მოყვარება და შური ეს არის როგორც ხის ფესვებიო და თვითონ ხეო ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან. საულს სწორედ აი ეს დიდი პრობლემა ჰქონდა. და დავითს თუ დაგვჭა დრო კიდევ დავამატებ ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორ ადგილზე. როდეს ამ დევნის პერიოდში საული ჩაუვარდება დავითს ხელში პირდაპირ, აი რომ გამოქვაბულშია საული, ისე რომ არ იცის, რომ იქ დავითიცა ღრმა გამოქვაბული იყო და დავითთან ერთად მისი მეომრებიც იყვნენ, ვიც მასთან ერთად იყო. და სწორედ ეს არის ერთგვარი საშუალება დავითისთვის, რომ პირდაპირ მივიდეს და მოკლას. საულის გვერდით არავინ არ იყო ამ დროს. მაგრამ დავითი ამას არ აკეთებს. აი ეს არის ჭეშმარიტი სულგრძელება. რომ ხელში ყავს ეს ადამიანი. შენ ხელშია უკვე, მაგრამ შენ არაფერს ცუც არ უკეთებ. იგივე არის ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს ადამიანი, ვინც სრულადაა ჩვენს მიმართ განწყობილი, ისე ჩაგვივარდეს ხელში, რომ ჩვენს ხელში იყოს მისი მომავალი, ხო? აი ამ დროს ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პირიქით, შანსი არის ეს ჩვენთვის, რომ სულგრძელება გამოვავლინო ამ ადამიანის მეტად ძლიერები ვართ ამ შემთხვევაში. ამით გარდა იმისა, რომ უფრთხილდები იმ ადამიანს, რომ უფრო მეტ რისხვაში არ ჩააგდო და მისი სული არ დაამძიმო, ამავდროულად შენ სულზეც ფიქრობ, რომ შენი სული არ დამძიმდეს ამ ყველაფრით, რასაც ვთქვათ, იგივე შურის ძიება ქვია, ხო? და ამით არ დაამძიმო შენი სული და პირნათლად წარს გეუფალთა. და როგორც აი თუმცა ესეც ალბათ ძალიან რთულია, სწორედ ეს ბეწვის ხიდი არის, სწორედ გასავლელი ასეთ დროს. ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, ამისთვის დიდი მოთმინება სჭირდება ადამიანს და არავინ იფიქროს, რომ დავითს მრისხანება არ ებრძოდა. მაგრამ დავითმა ეს მრისხანება დაამარცხა. იმაზე გაცილებით დიდი საქმე არის, ვიდრე გოლიათის დამარცხება. მრისხანების დამარცხება საკუთარ თავში და ურისხველობის გამომუშავება და ამ გვირგვინის მოპოვება. და დავითის გვერდზე ხომ კიდევ მეომრები იყვნენ ეს შედარებით უხეში პიროვნებები, რომელიც სულ იბრძოდნენ. უხეში სულის პატრონი ადამიანები. ეს ადამიანები ამ დროს აქეზებენ, რომ მოკალი საული. და მათ რომ იციან, რომ დავითი ესე არ მოკლავს, ის არგუმენტად ისიც კი მოიყვანოს, რომ აიო, უფალმა ჩაგიგდო ხელშიო და დავითმა იცის, რომ უფალმა ხელში იმიტომ ჩაუგდო, რომ შურის ძიება კი არ გამოვავლინოს და კი არ მოკლას, პირიქით სულგრძელება რომ გამოვავლინოს. ამიტომ დავითი, როგორც აი უდიდესი სულის პატრონი პიროვნება, არა მარტო საკუთარ თავს იკავებს, საკუთარ თავს აკავებს ამ შურის ძიებისგან, არამედ მის გვერდში მყოფ პიროვნებებს და აი ამ მეომრებს. და ღმერთმა მისცა ძალა ამას, რა თქმა უნდა, რომ მათ ისინი არა მარტო საკუთარი თავი შეეკავებინა და ლოცულობს კიდევაც ამისთვის დავითი. არამედ მის გვერდში მყოფი ადამიანები. საკმაოდ დიდი და ვრცელი თემატიკა არის, მაგრამ მე მგონი მაინც არსობრივად რისი თქმაც გვინდოდა ვთქვით და დიდი მადლობა მამაცოდნე. ასპექტები გამოვყავით ნამდვილად. საინტერესოდ გვესაუბრეთ ამ თემის შესახებ და რომ მოგწადით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენს ეთერში ახლა სიუჟეტის დროა. დღეს ჩვენ სიუჟეტში მამა თეიმურას ქორძის გავიხსენებთ, მოგიხსენებათ, იგი დილის გადაცემის ხშირი სტუმარი იყო და ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარდა, ასევე ჩვენც რა თქმა უნდა და ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენთვის პიროვნულად, ასევე მისი მრევლისთვის და ჩვენი მაყურებლებისათვის. ასევე გეტყვით, რომ დილის გადაცემაში ლიტერატურული რუბრიკაც ჰქონდა, შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს მამაოსთან ერთად. ახლა კი მოდით ვნახოთ ნინგელაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიყვარულის მოწყარი მამა თეიმურას ქორძე. ჩემი ნატრა იყო ყოველთვის სოფლის მოძღვრობა და რატომ იყო ეს ნატრა? იმიტომ რომ ხედავდი და მე განსაკუთრებულად უფრო ცხადად დავინახე, როდესაც სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, რომ
ადამიანები ტოვებდნენ სოფლებს და მოდიოდნენ ქალაქში. ძალიან დიდი შემოდინება იყო ქალაქში. ეს ყველა სფეროში, არა მხოლოდ სასულიერო პირებს ეხება, ნებისმიერ სხვა დარგში რაიონი ცარიელდებოდა, სოფლები ცარიელდებოდა და იქ სადაც რჩებოდა ადამიანები, სადაც ბოლომდე ჯერ კიდევ დაცარიელებული არ იყო, სადაც ჯერ კიდევ შუქი ეენთო ღამე ერთ-ერთ ოჯახში მაინც, ხო? მინდოდა იქ ყოფილიყავი და იმ ერთ ადამიანთან მემსახურა, თუნდაც სულ ერთი ადამიანი ყოფილიყო სოფლის მოსახლე და მეტი არც არავინ. ეს იყო ჩემი მიზანი ცხოვრების, რომ სწორედ რაღაცნაირად ჩემი ძალიან პატარა კენჭისოდენა აგური დამედო იმ საქმეში, რასაც სოფლის მოძღვრობა ჰქვია და რასაც სოფელში ადამიანის დახმარება ჰქვია. ოცდასამი წლის იყო, როდესაც 2017 წელს სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად ეკურთხა. ამ პერიოდიდან მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ოცნება, რომელიც წლების შემდეგ გაისრულა, სწორედ ამ სოფლიდან იწყება. როგორც მრევლი იხსენებს, ჩაილურის მაცხოვრებლებმა პირველივე დღეს შეიყვარეს. მისი წყალობით სოფელი ერთ მუშტად შეიკრა და ნელ-ნელა ტაძრის მრევლის რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. ყველას, ვისაც კი რაიმე განსაცდელი ჰქონდა, პირადად ეხმარებოდა. სოფელმა ერთ-ერთ სახალხო დღეობაზე მას საპატიო ჩაილურელის წოდებაც კი მიანიჭა. ყველასთვის ჩვენთვის ვიც ვიცნობდით მამაოს და ვიც მეგობრობდით, ვახლობდით მისი გარდაცვალება ჩვენთვის რა თქმა უნდა მტკივნეულია და ეს ღია ჭრილობა დარჩება ჩვენს ცხოვრებაში. დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ერისთვის მამა თეიმურაზის პიროვნება იყო, რა ვიცი, თუ ვინც იცნობდა სიმდაბლით, სიყვარულით და ესე ძალიან მეგობრული და უშუალო პიროვნება იყო ყველასთვის. სულ პატარა მოვიდა ჩვენს ტაძარში. ისეთი იყო რაღაცა აღტაცებული იმითი თავის გადაწყვეტილებით, რომ სოფლის მოძღვარი უნდა რომ ყოფილიყო და ჩვენს ძალიან ცოტანი ვიყავით თავიდან, მაგრამ მე ისეთი სიყვარული აჩვენა მთელ სოფელს აჩვენა, დამოკიდებულება შეცვალა მოძღვრისადმი, რომელიც სოფელში ახლა ყველა მუშაობს, რაღაც დაკავებულია სამეურნეო საქმეებით და მე ისე გაიზარდა მრევლი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. აი ყველას ტკივილი მიიტანა, ყველას ოჯახში შევიდა და ყველას ოჯახი აკურთხა. მე ვარ მამაოს მრევლი, მამა თეიმურაზის და ძალიან მიყვარს და მენატრება. რაც თავარია, ბევრ სითბოს და სიყვარულს გამოვხატავ, როგორც მასწავლე. მცირე დროში თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მთელი სოფლის ჭირის და ლხინის გამზიარებელი, ახალგაზრდების ხალისიანი მეგობარი, ყველა გაჭირვებულის თანამდგომი, წყემსი კეთილი. ამ სიტყვებით იხსენებენ სოფელ ჩაილურის მაცხოვრებლები მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს. აი ცხოვრობდა სოფლის ცხოვრებით. სალოცავში ადიოდა იქ პირველად თავიდა მოძღვარი ჩვენს მთაში აქვს ჩვენი სალოცავი სოფლის და იქ ჩაატარა ეს პირველი მსახურება, რომელიც იქ არასოდეს არ ჩატარებულა. ბოლო დროს ავადმყოფობდა და ვერ ჩამოდიოდა. და კითხულობდით ერთმანეთში, მამაო მოვა და უცებ ვიღაც იტყოდა მამაო მოდის. აი ეს იყო, აი არ ვიცი. ძალიან დიდი ზეიმი ჩვენი სულის. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის სახით სოფელმა უდიდესი მეგობარი და სულიერი მოძღვარი დაკარგა. მღვდლის დაბადების დღესთან დაკავშირებით წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები, მრევლი და მისი მეგობრები შეიკრიბნენ. წირვის აღსრულების შემდეგ პანაშვიდი გადაიხადეს. შემდეგ კი ტაძრის ეზოში მისი ლექსების კრებულის, ჩემო მაცხოვაროს მეორე გამოცემის წარდგინებაც გაიმართა. მადლობა მამებს, მადლობა სულ ყველას აი აქ მობრძანებულ სტუმრებს, რომლებიც არ ივიწყებენ მამა თეიმურაზის ღვაწს, მამა თეიმურაზის სახელს, მის ქადაგებებს, მის მოწოდებას, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი უმიზეზოდ. გამოიცა ადრე პირველი კრებული, დღეს არის მეორე კრებულის პრეზენტაცია. მე მინდა ასევე მადლობა უთხრა ამაში დიდი წვლილი და მიუძღვის მის მეუღლის რუსუდანს და მის მეგობრებს. ორი ადამიანი წერს უცხოეთიდანაც იწერებიან, რომ აი განსაკუთრებულად ემიგრანტებისთვის იყო მამა თეიმურაზის ქადაგებები ძალიან მნიშვნელოვანი.
და დიდი მადლობი და დიდი სინანულით იხსენიებენ მამა თეიმურაზს და ღმერთმა აწყნოს მისი სული. მამა თეიმურაზი იყო, ესე იგი, უბადლო მეგობარი, უბადლო მღვდელი და ასევე პოეტი, რომელიც ასე თქვა საოცარი სიტყვებით შეაფასა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. მე გავიხსენებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. წლების წინ, როდესაც მამა თეიმურაზი იყო ერისკაცი და სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, აი ამ წიგნის პირველი გამოცემა, როდესაც დაიბეჭდა, მასში იყო შესული ლექსი, რომელიც მამა თეიმურაზმა მიუძღვნა მის უწმინდესობას. მამა თეიმურაზს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ეს ლექსი წაეკითხა მისი უწმესობისთვის პირადად და მაშინ ჩვენ მისი უწმესობის დაბადების დღეზე მგალობელთა გუნდთან ერთად მივედით და წაუკითხა ეს ლექსი და ასევე წიგნის გადასცა საჩუქრად და მისმა უწმესობამ უთხრა რომ თქვენო სულით პოეტი ბრძანდებითო და ისე მოხდა რომ იმ დღეს უწმესობის დაბადების დღეზე ტრაპეზი იყო თამადა იყო კახი კავსაძე ყველასათვის საყვარელი მსახიობი და მისმა უწმესობამ უთხრა რომ აქო ზისო უცებ თქვა ეს სუფრაზე აქო ზისო პოეტიო ჩვენი სემინარიის სტუდენტიო და ძალიან კარგი ლექსი აქვსო საქართველოსეო და მე მინდა რომ საქართველოს სადღე გრძელობო ბატონო კახიო მისი ლექსით თქვათო და არ დამოვიწყდება მამა თეიმურაზის ბედნიერი სახე როდესაც ასეთი მსახიობი კახი კავსაძე მისი უწმესობის დაბადების დღეზე მისი უწმესობის სუფრაზე ტრაპეზზე კითხულობდა საქართველოს სადღეგრძელოს მისი ლექსით. აი უბედნიერესი წუთები იყო ეს. მამა თეიმურაზი ჩვენ სკოლაში გადმოვიდა, როდესაც ჩვენ უკვე მე-10 კლასში ვიყავით. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავმდაბლობით, უბრალოებით, სიწმინდით, პატიოსნებით და დასაწყისშივე ჩვენ რაღაც თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მეგობრული. შემდგომ ეს განვითარდა უკვე გადაიზარდა ძალიან ახლო მეგობრობაში. როდესაც დაოჯახდა მე უკვე ბავშვის ნათლიას გავხდი და 2013 წელი იქნებოდა პირველად რომ გამოიცა მამა თეიმურაზის კრებული მაშინ წერალთა კავშირის სახლში გაიმართა მისი პირველი წიგნის პრეზენტაცია მაშინაც დიდი დაინტერესება და გამოხმაურება ჰქონდა ამ კრებულს და ეხლაც გამოდინარე იქიდან რომ მაშინდელი ტირაჟი მალევე გაიყიდა მამოს გარდაცვალებამ გამოიწვია ამ კრებულისადმი უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა და ჩვენ უპირველესად მისმა მეუღლემ რუსუდანმა გამოთქვა სურვილი რომ დაგვიბეჭდა მეორე ტირაჟი. ბატონმა ლაშამ ზალიშვილმა ჩვენმა რეგენტმა გამოცნო მამა თეიმურაზი და მის მიმართ კარგი მოგონების გარდა ნამდვილად არაფერი დამრჩენია და ერთი შეხვედრით მივხვდი რომ იმ ადამიანში მხოლოდ სიყვარული, სიკეთე და კაცთმოყვარეობა იყო რომ განუმეორებელი იყო ჩემთვის ასეთი შეგრძნება, ასე ვთქვა და ადამიანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და მინდა რომ ჩვენი გუნდის სახელით თბილისის სასულიერო სემინარისა და აკადემიის გალობელთა გუნდის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო მამა თეიმურაზის უკდავსულს და თხოვო რომ დაგლოცოს და შეგვეწიოს ჩვენს საქმეში და ჩვენს მოღვაწეობაში. გიყვარდეთ უმისესოდ. ეს იყო მღვდელ თეიმურაზ ქორიძის მთავარი შეგონება. რომლითაც ყოველ ქადაგებაზე მიმართავდა მრევლს და საქმითაც ყოველთვის მაგალითს აძლევდა. მღვდელი თეიმურაზ ქორიძე 2024 წლის აგვისტოში 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღმერთმა დააგლოცოთ ის მადლით, წყალობა იყოს თქვენთან უკუნისამდე. დღეს ძალიან დიდ და შინაარსობრივ ქადაგებას ვფიქრობ. და ეს დიდი და შინაარსობრივი ქადაგება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება. ძალიან მიყვარს. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. სიუჟეტში ვნახეთ ძალიან ბევრი ცრემლი, სიუჟეტის მსვლელობისას სოფიას თვალზეც შემნიშნე ცრემლი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარდა და მიყვარს და ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს მოძღვარი. ნამდვილად. მაქვს ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი მადლობა მინდა უთხრა უფალს, ჩვენს ტელევიზიას და გადაცემას იმისათვის რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო ეს შესანიშნავი ადამიანი, სულიერი მოძღვარი, ნამდვილი ადამიანი, ნამდვილად სიყვარულის მოძღვარი. დიდი მადლობა მინდა უთხრა მას იმ ურთიერთობისთვის, სწორედ რა ურთიერთობაც მქონდა მასთან. სიყვარულით იხსენებთ მამა თეიმურაზს ყოველთვის და ჩვენს გვიყვარხარ.
ჩვენი გადაცემა დასრულდა და მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.